ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფრუტერას საწარმოში, რომელიც განთავსებულია ქარელში, სოფელ დირბში, ჩვენივე ხილის ბაღში. ხილის გადამუშავების იდეა ბავშვობიდანვე მქონდა, ჩვენი ოჯახი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა და ყოველთვის უამრავი სახის ხილი ჰქონდა ხოლმე, რომლის რეალიზებაც ვერ ხერხდებოდა სათანადო ფასად, სათანადო დროს. ამიტომაც ძალიან ბევრი ხილი გვიფუჭდებოდა და იმისათვის რომ გარდა მექნა პროდუქტი, ანუ სახე შემეცვალა პროდუქტისთვის და სხვა სახით, სხვა დროს მიმეწოდებინა მომხმარებლისთვის, ამიტომაც გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ჩირის საწარმო. თუმცა ჩირის საწარმოს მშენებლობა დავიწყე მაცივრის, ან ხილის შემნახველი მაცივრის მშენებლობით, ეს იყო 2018 წელს, ზუსტად 10 წლის შემდეგ, მას შემდეგ, როდესაც ომი დაიწყო. 2 წლის შემდეგ უკვე მივაშენე ხილის შემნახველ მაცივარს, ჩირის საწარმო და 2020 წელს გამოვუშვი პირველი სატესტო პროდუქტი. ფრუტერა ნიშნავს ხილის ერას და გვინდოდა რომ აღსაქმელად, დასამახსოვრებლად არა მხოლოდ ქართველისთვის ყოფილიყო მარტივი, არამედ უცხოელისთვისაც. ამ დროისთვის 30-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ. ძირითადად, რა თქმა უნდა, ეს არის ჩირები, სხვადასხვა ხილის ჩირები, ასევე სხვადასხვა ხილის ტყლაპები და წელს უკვე დავიწყეთ ბადაგის წარმოება და ხილის წვენების წარმოება. დღეს საქართველოს ბაზარი არ არის გაჯერებული ქართული პროდუქტით, დაახლოებით 80% მშრალი ხილის, რაც საქართველოს ბაზარზე იყიდება, არის იმპორტირებული. ამიტომ ჯერჯერობით გვინდა რომ ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი და აუცილებლად დაახლოებით 2 წელიწადში მოვახდინოთ ექსპორტზე გატანა ჩვენი პროდუქტის. თავიდან ჩირის წარმოება დავიწყე USAID-ის პროექტის ხელშეწყობით, პროექტი ზრდა და 12,000 ლარიანი საშრობი დანადგარი შემიძინეს, დანარჩენი ყველა საჭირო ინვენტარი ჩემი სახსრებით შევიძინეთ. 2023 წელს მივიღე ასევე მონაწილეობა USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამაში და მოვიპოვე დაფინანსება მზის პანელების შეძენასთან დაკავშირებით, განახლებადი ენერგიის მზის პანელები და დღეისთვის დაახლოებით საჭირო ელექტროენერგიის 60%-ის გამომუშავებას უზრუნველყოფს ეს მზის პანელები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დანაზოგია, განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის. ამში 10 ადამიანია დასაქმებული უშუალოდ ხილის გადამუშავების პროცესში, თუმცა მოგახსენეთ წეღანაც რომ გვაქვს ჩვენი საკუთარი ხილის ბაღები, დაახლოებით 2 ჰექტარ ნახევარზე და მინიმუმ 200 კაც დღე სჭირდება ამ ბაღებს, რომ მოვიყვანოთ ხილი, მოუკრიფოთ, გადავარჩიოთ და შემოვიტანოთ ჩვენივე სამაცივრო მეურნეობაში. ადგილობრივებისგან ვყიდულობთ ასევე ნედლეულსაც. სწორედ ეს უწყობს ხელს, რომ მათაც დაუფასდეთ შრომა, რასაც მთელი წლის განმავლობაში დებენ ამა თუ იმ ხილის მოყვანაში და შემდეგ უკვე აღარ უჭირთ ამის რეალიზაცია და ყოველ შემთხვევაში მე ვეხმარები გარკვეულწილად. საწარმოში დანერგიული გვაქვს HACCP სტანდარტი, ეს არის გადამუშავების, ასე ვთქვათ, პირველადი სტანდარტი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი და მასზე არის დაფუძნებული უკვე შემდგომი სხვა სტანდარტები, მათ შორის ISO სტანდარტიც. მომავლოდ, რა თქმა უნდა, გეგმავთ, რომ დავნერგოთ იგივე FSS სტანდარტი, ISO სტანდარტი და ასე შემდეგ. ომის დროს აქ ვიყავი, მთლიანი ომის პერიოდი აქ ვიყავი და ჩემი თვალით უყურებდი გარკვეული რაღაც უსუსურების გრძნობა იყო, როდესაც არ იცი რა უნდა ქნა, როგორ უნდა მოიქცე. იზამ ყველაფერს, მაგრამ არ იცი რა უნდა ქნა. და ეს იყო ყველაზე, ასე ვთქვათ, მტკივნეული გაურკვევლობის გრძნობა. და პრინციპში ეს ალბათ მოყვება ჩვენ ყველა სოფლერს, ვინც საოკუპაციო ზოლთან ცხოვრობს, მთელი ცხოვრება. მუდმივად დაძაბული რეჟიმია, მუდმივად დაძაბულ სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება და არც თუ ისე ნათელია, ხვალინდელი დღე, ანუ არ ვიცით რა მოხდება. სხვათა შორის ამხელა ინვესტიციის ჩადებაზეც თავის დროზე ყველა მეუბნებოდა, რომ იქნება თავი შეიკავო, იქნება არღებს. მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენ უნდა ვეცადოთ ყოველთვის სიტუაციის გამოსწორება. ძალიან მნიშვნელოვანია სტარტაპის ხელშეწყობის სხვადასხვა პროექტები, მათ შორის სამთავრობო პროექტი, როგორც იყო აწარმოე საქართველოში, USAID-ს აქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა პროექტი, აქვს ევროკავშირს და ხშირად ასეთი ტიპის პროექტები
ინიცირებას უკეთებენ ამა თუ იმ ადამიანის იდეას, რომ მაშინ როდესაც ნაკლებად წარმოუდგენია რაღაცის კეთება, შესაძლოა ის გრანტის თანხა არ იყოს საკმარისი, თუმცა ინიცირებისთვის, თუმცა დაწყებისთვის და мотиваციის მიცემისთვის ხშირად საკმარისია. ძალიან დიდი შრომის ფასად გვიწევს თითოეული პროდუქტის შექმნა. მართლა ძალიან დიდი შრომის ფასად გვიწევს და მინიმალური მოგების ნორმა გვაქვს. ფრუტერას ჩირი, კილოგრამი ღირს 18 ლარი და ჩილე არგენტინიდან ჩამოტანილი იგივე შავი ქლიავის ჩირი წონაში რომ გადავიყვანოთ 1 კილოგრამი გამოდის სადღაც 54 ლარი. მე მინდა მოუწოდო თითოეულ ქართველ მომხმარებელს, რომ მეტად ლოიალურები იყვნენ ქართული პროდუქტისადმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, იმიტომ რომ ჯერ ერთი უფრო იაფად ყიდულობს მომხმარებელი უცხოურთან შედარებით, ამით თვითონ იგებს ადგილობრივი თვითონ მეწარმე იგებს ამითი და რაც მთავარია, ეს ფული რჩება საქართველოს ეკონომიკაში, არ გადის საზღვრებს გარეთ და ეს ნიშნავს თავის მხრივ, რომ გაცილებით უფრო მეტი მსგავსი ტიპის აწარმოები დაიწყებენ ფუნქციონირებას.